გამარჯობა, მე ლელა მებურიშვილი ვარ და დღეს ლონდონში ვარ. დღეს მინდა რომ დაგათვალიერებინოთ ულამაზესი ნ直ინგ ჰილი. ბევრმა თქვენგანმა მომწერა რომ ძალიან უნდათ ნotting hill-ი ვაჩვენოთ ჩემს არხზე. ამიტომ ნotting hill-ს დავათვალიერებ და ასევე მეყოლება საოცარი მასპინძელი ანტრეს სახით. წამოვყევით. დღეს ჩემთან ერთად იქნებიან სანდრო და ნუცა ფიჩხაიები, რომლებიც ლონდონში ყოველთვის საყვარელი ანტრეს საერთაშორისო განვითარებაზე ზრუნავენ. ეგ არც არავინ არის ის მე მგონი ეგ ისტორია, მაგრამ ეხა უკვე შეიძლება ეხა უკვე მოყვა. დავიწვი უკვე. აი ეს ქართველებმა რაც ვიცით, აი როგორ დავხდეთ სტუმარს. სამშობლო არის ისეთი რამე, რაც გიყვარს, რის გარეშეც არ შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეიძლება რომ მოგიწიოს ან როგორც მე მაგალითად მომიწია რომ წამოსულიყავი, გიჟი. არა ნორმალურ. არა ნორმალურ მართლა. ლონდონის იქ დავიყვარი მე მივხვდის რომ ინგლისელები ხაჭაპური მინდა და ჩახოხბილი კარგი სწორი აქცენტით დავალაპარაკეთ. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და აკიღებს ფოტოს. სანამ ცოცხალი ხარ და სანამ შეგიძლია, მანამდე არ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ფარზან ხან ესეთი ქალბატონი არის, რომელიც პირველ დღეს შემოვიდა იყიდა კრუასანი, აი პირველ წამს რო გავიხსენით, ეს იყო. მოკკლავს ეხლა. მოიჩა, გვიყვარხარ. აბა ეხლა რა ხდება, სად არის დაგვაკვდა მწვანილი. იწყება ისე. ნotting hill-ი ძალიან ბევრ ადამიანს პირველივე ნახვით უყვარდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვის ამოუცნობია, რატომ შეიძლება იყოს ეს ადგილი აი ესეთი პოპულარული. მე ვფიქრობ, რომ ნotting hill-ის ხიბლი არის ეს ვინტაჟური მაღაზიები, მუსიკა, სიცოცხლე, რომელიც ყოველთვის ჩქეფს, ძალიან ბევრი ადამიანია ყოველთვის აქ და აი ეს ენერგია, რომელიც განსაკუთრებულია ნამდვილად და არიან ადამიანები, ბევრი ადამიანი, რომელიცაც აი ეს ენერგია ავსებს და ახალისებს. ეს არის ნotting hill-ის ულამაზესი ფერადი სახლები. ისტორია ასეთია 1960-70-იან წლებში სამეზობლომ გადაწყვიტა რომ რაღაცით გაემხიარულებინა და გაეხალისებინა უბანი და გადაიღებათ სხვადასხვა ფერ სახლებად და გამართლა ამ იდეამ ძალიან გამხიარულდა, მოიზიდა ბევრი ტურისტი, მუსიკოსები, არტისტები და უბანი სრულიად შეიცვალა. აი ამ იდეის წყალობით. როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად აქვთ ესეთი გადაღობილი, რომ ხალხი აღარ შევიდეს ახლოს. ძალიან დაიღალა ნotting hill-ის მოსახლეობა, იმით რომ უამრავი ტურისტი მოდის და უნდათ რომ გადაიღონ ფოტოები სახლებთან. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოვყევით და მოგწერეთ სადგინდათ რომ ვიმოგზაუროთ. ჩემი არხის გენერალური სპონსორია არქი ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში. ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ფერის ასეთ განსხვავებულ ლამაზ კოტეჯებს. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ადგილას ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ თუ შიგნით შევუყვებით ქუჩებს, აღმოაჩენთ ისეთ გამორჩეულ და განსხვავებულ კოტეჯებს, რომ ნამდვილად შეგიყვარდებათ აქაურობა. გინდა რომ დარჩა და დიდხანს უყუროთ თითოეულ მათგანს. ანტრე გამორჩეული ქართული ბრენდია, რომელიც 2008 წელს შეიქმნა და პატარა საცხოვიდან ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქართულ ბრენდად გადაიქცა. ეს არის ადგილი, სადაც ხარისხი, გემო და ადამიანებზე ზრუნვა თავიდანვე მთავარი ღირებულება იყო. დღეს ანტრე მხოლოდ თბილისის საყვარელი ადგილი აღარ არის. ბრენდი უკვე წარმატებით მუშაობს საქართველოს გარეთაც.
დღეს ანტრეს ახალი თაობა მართავს ლონდონში. მის განვითარებას ხელმძღვანელობენ სანდრო და ნუცა ბიჩხაიები, რომლებიც ქართულ გემოებსა და სტუმართ მასპინძლობის კულტურას საერთაშორისო აუდიტორიას აცნობენ. ანტრეს წარმატების საიდუმლო კი უცვლელია. ხარისხი, სითბო, მეგობრული გარემო და სურვილი, რომ თითოეულმა სტუმარმა თავის სახლში იქნოს და მხოლოდ საკვების გამო კი არა, განსაკუთრებული ემოციების გამო დაბრუნდეს აქ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ლონდონში მომენახულებინა სანდრო და ნუცა და თქვენთვის ისინი უფრო ახლოს გამეცნო. მივდივართ ახლა ნუცას სანახავად, აი მოვედით ანტრეში. ჰეი! გამარჯობა ნუცა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად მიხარია შენი ნახვა. გარეთ ხარ დავსვეთ? კი ბატონო, წამოდი გარეთ დავსვეთ. წარმოიდგინე რომ შენი მეგობარი ჩამოვიდა შენთან. ანუ თქვა მე ჩამოვედი პირველად ლონდონში, სად ურჩევ, სად წამიყვანდი პირველად. მე საერთოდ მგონია რომ ნებისმიერ ქალაქში სადაც არ ჩახვალ, თუ გინდა რომ გაიგო როგორია ეს ქალაქი, უნდა იარო ფეხით პატარა ქუჩებში და მიხვდები ზოგადად როგორი ხასიათია, როგორი ხალხი ცხოვრობს და საერთოდ ქალაქი როგორია. ამიტომ ჩემთვის მე კონკრეტულ რაღაც რამოდენიმე ალბათ უბანს ვეთყოდი, ერთ-ერთი რომელიც იქნებოდა კენსინგტონი და ჩელსიც ძალიან კარგი და გარშემო ძალიან ბევრი საინტერესო ადგილებია, თვითონ ქუჩებში სიარულიც ძალიან განსაკუთრებით თუ ესეთი ამინდია. და უფრო ესეთ რაღაც უფრო ვიწრო ალბათ რამოდენიმე ადგილს ვეთყოდი, ვიდრე რაღაც ისეთ ყველამ რო იცის ისედაც ალბათ შეუძლია რომ ნახოს და თვითონაც იპოვოს. ნოთინგ-ჰილის შესახებ რომ მითხარ, იმიტომ რომ ესეთი შეხედულება მაქვს რომ ბევრი ადამიანი არის ძალიან დაინტერესებული, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია ნოთინგ-ჰილი, მსოფლიოს ყველა მიცის ნოთინგ-ჰილის შესახებ, მაგრამ ბევრს მოწონს და ბევრისთვის არის რომ აი კარგი რა, რატო არის ესეთი პოპულარული ნოთინგ-ჰილი. შენ როგორ ხარ? მე ეს ნოტინგ-ჰილი ალბათ ლონდონს რო იგებ, ნოტინგ-ჰილი ერთ-ერთი ესეთი ყველაზე ცნობილი არის, განსაკუთრებით კინოისაც აქვს ნანახი, მაგ კინოს მეც გიждდები და თავიდან რო ჩამოვედი ალბათ ეგ მაგ განწყობით წავედი იქ. მაგრამ უნდა ვთქვა რომ ჩვენ პირველი ანტრე ნოტინგ-ჰილზე გავხსენით 5 წლის წინაც და ამიტომ ჩვენთვის ძალიან ისეთი ორმაგი დატვირთვა აქვს. თუმცა საერთოდ სხვანაირია კვირის დღეებში ნოტინგ-ჰილი და სხვანაირია შაბათი კვირას. ეს ტურისტული სიგიჟე რაც ხდება განსაკუთრებით პორტობელოს ქუჩაზე, რომელიც არის ყველაზე ცნობილი ქუჩა. ეგ არის შაბათ კვირას ვერ გაიგე. სიგიჟე კი. უნდა წახვიდე სავარაუდოდ. ჩემი აზრით მაინც მგონია რომ თუ გინდა რომ გაინტერესებს რომ ნახო ნამდვილი ნოტინგ-ჰილი როგორი უნდა წახვიდე, მაგრამ ვერაფერს ისეც ვერ ნახავ, იმდენ ისეთი ქაოსია. შესაბამისად ეხლა ამ ეტაპზე უკვე ჩემთვის ნოტინგ-ჰილი ცოტა ზედმეტად ხმაურიანი და ქაოსია, მაგრამ კვირის დღეებში მაგალითად თუ გაისერნებ, არაფერი ეგეთი ბევრი ხალხი არ იქნება და უფრო ნახავ, მაგრამ ძალიან ლამაზი შენობები და სახლებია და თვითონ ის რაღაც განსაკუთრებული განსხვავებული ხასიათი აქვს იქაურობას. თეთრი სახლები და ჭრელი სახლები და საერთოდ ზოგადად მე ლონდონი მაგითო განსაკუთრებით მიყვარს, რომ ეს არქიტექტურა არის რაღაც საოცრება და მრავალფეროვანი ბუმბერაზი რაღაც იმასთან გაქვს საქმე და სადაც არ მიხვალ ყველგან ეგ ძველი ისტორიული რაღაც შენობებია, რომელსაც თითსაც ვერ დააკარებ, რო გინდოდეს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს რაღაც თანამედროვე ქალაქია, მაგრამ ძალიან დიდი ისტორია არის და სადაც არ დადიხარ, ყველგან ხვდები მაგას, რომ იგრძნობა ეგ. აი რა არის შენთვის ლონდონი პირველი რაც გახსენდება, რომ აი რამაც შეგაყვარა აქაურობა? ჩემთვის ძალიან თავისუფლებასთან ასოცირდება და მე რო აქ გადმოვედი, მაშინ პატარა ვიყავი ძალიან, მაგრამ აი მეორე დღესვე ისე ვიგრძენი, როგორც თითქოს აი დიდი ხანი ვიყავი აქ, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. ძალიან მოწესრიგებულია, მე მიყვარს ძალიან წესრიგი და ცოტა ის მაგრამ ну აი მეტროს როგორ უნდა წახვიდე, აი ყველაფერი ძალიან ისე დახაზულია, ესე კარგად და მე ამიტომ მიყვარს და ჩემს ხასიათს ძალიან ერგება. მომიყევი აი ეგ პერიოდი, როცა პირველი ანტრე გაიხსნა. პირველი ანტრე, ну მაგაზე თავიდან მახსენდება მანამდე სანამ გაიხსნებოდა. ძალიან დიდი კირთული პერიოდი, ბევრი წოლება იყო, იმიტომ რომ ჩვენ დაგვემთხვა კოვიდის დროს, ან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულებას ადგილი რო ვიპოვეთ და
ორ თვეში დაიწყო კოვიდი. ნიღბებით დავდიოდი, იმასე რა ქვია ხოლმე, Notting Hill-ზე, რომ შემემოწმებინა ეს რემონტის რაღაცები, მუშებთან ერთად იყო საგიჟეთი და ბევრი ესეთი სხვადასხვა გამოწვევა გამოვიარეთ და ბოლოს 2021 წლის ეხა ივლისში გახდება Andre London 5 წლის უკვე და ამ 5 წელში უკვე 4 ობიექტი ცენტრალურ ლონდონში. ყველაში ნამყოფი ვარ და ყველა ძალიან მიყვარს აქ როცა ვცხოვრობდი. ხშირად მოვდიოდი ხოლმე რა თქმა უნდა და თან ჩემი შვილისთვის თონის ფურს ყიდულობდი ხოლმე, იმიტომ რომ და მე მგონი ქადები მიქონა ხოლმე. როგორ გახსოვს? არ მჯერა. მე კი ძალიან მაგხრე ძალიან. მახსოვს ის. წარმოვიდგენელია, ხადა უყვარს ჩემ დიჩს და ლილიკოს უყვარს თონის პური და მიმქონდა ხოლმე ყოველთვის. ეხლა ვარ Notting Hill-ის კიდევ უფრო საინტერესო და სრულად განსხვავებულ კუთხეში, სადაც უამრავი უზარმაზარი თეთრი სახლებია. ისეთი შეგრძნებაა, რომ თითქოს რაღაც სულ სხვა სამყაროში მოხვდი. ეს ადგილი ბევრისთვის უბრალოდ ლამაზი უბანია. მაგრამ სინამდვილეში Notting Hill არის ისტორია იმაზე, როგორ გადაიქცა 29 ღარები და რთული რაიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ძვირადღირებულ ადგილად. სადაც არ უნდა ახსენო ეს სახელი, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დარწმუნებული ვარ, ყველას გაახსენდება ფერადი სახლები და ულამაზესი უბანი. ძალიან მომწონს ეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში ძალიან ბევრი ხალხია და იგრძნობა რაღაცნაირად ტურისტული ადგილი, გამოხვალ რამდენიმე ნაბიჯს და იგრძნობ აი ამ სიმშვიდეს და სილამაზეს და შეგიძლიათ დატკბე. ამიტომაც მომწონს ეს რაღაც ფართო Notting Hill-ი, რომ ბევრნაირია. ხალხი იმდენად შეწუხებულია, რომ ძალიან ბევრი ტურისტია და ყველას უნდა ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, რომ უკვე ძალიან აგრესიულები არიან. ძალიან ხშირად აწერენ კიდევაც სახლებს, რომ აქ არ ჩამოჯდეთ, აქ არ შემოხვიდეთ, აქ არ გადაიღოთ, იმიტომ რომ ძალიან ბრაზდებიან. აი ესეთ ულამაზესი პატარა ბაღებიც არის Notting Hill-ში სახლების წინ, რომელიც მზიანამეთში. Sorry. ძალიან მომწონს Notting Hill-ი, პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია, ერთ ადგილას კონცენტრირებულია სრულად განსხვავებული არქიტექტურა, ნახეთ ფერადი ულამაზესი სახლები. მე უცებ აღმოჩნდით თეთრ ქათქათა ქუჩაზე და ეხლა საბოლოოდ აგურის ულამაზეს შენობასთან მოვედით. სანდრო, რამდენი წელს იყო რომ გაიწყო? 19-ის დრო თბილისში 7-ის. შენ რო 7 წლის იყავი, რა გახსოვს ახლა? ნუცას ახსოვს აი განწყობა. თავიდან რომ გაიხსნა, ნუ ის იყო რა, სახში ცერემონია და რაღაცები და უიმე, მაგრამ მე მახსოვს აი ერთი ისტორია მახსოვს აი ყველაზე მეტად რომ ამ ჩემი ქუჩის იქით არ მიშვებდა დედა ჩემი რა, რომ ანუ გზა არ გადაკვეთა, 7 წლის ვიყავი რა მაინც. ხო. და მოკლედ ჩემი იყო თუ არა, აი არც ვიცოდი, ისე პროსტა ნაყინი ისე მომწონდა იქაო. ყველაზე მეტად ნაყინი მომწონდა, ნუ სამწუხაროდ აღარ აკეთებდი. მახსოვს რომ მე და ჩემი მეგობრები, ის უბნის ბიჭები, მაშინ ფეხბურთს რო თამაშობდით, ჩებოდით და მე ვიპარებოდი ხოლმე და ძლივს აგროვებული რაღაცა 5 ლარი, 3 ლარი, 2 ლარი, რაც მაშინ ღირდა. მივიდიოდი და ყიდულობდი და მე მეღაც ვერ შევდიოდი, იმიტომ რომ კამერებში სულ მამა ჩემი და მე ვიტები ორი ქუჩის იქით, რიგამდე სანამ მეხვიდოდი რა, მაშინ ერთ-ერთი პირველი ანტრე რომელიც იყო და მოკლედ მანდ იმოშებოდი, ვიმალებოდი, მე ნაყინი მოქონდა ჩემთვის და ეგ მახსოვს მე, მაგრამ რამაკაი ისტორია მე არ ვიცოდი. ეგ არც არავინ არ იცის, მე მგონი ეგ ისტორია, მაგრამ ეხა უკვე ვიცი. შეიძლება ეხა უკვე მაყოლა. დავიწვი უკვე. ლისა, შენ რა გახსოვს? შენ გაქვს ეგეთი ისტორია რაღაცა? მე მახსოვს 14-ის ვიყავი ალბათ. პირველად რომ დავიწყე მუშაობა და ეს ფოტოც მაქვს ის რომ მაცვია ფორმა, ანტრესი, ის რაღაც ძველი ლოგოთი და რას აკეთებდი?
მუშაობდი დახში ჩვეულებრივი ის ვიყავი, რა ქვია, მიმტანის პოზიციაზე და თავიდან სანამ ვისწავლე რაღაც და პეტრიაშვილის ადრესში მუშაობდი და მაქედან დაიწყო ზოგადად ეს ჩვენი უკვე შიგნიდან ჩართვა ალბათ. სანდროც მერე მაგალითად დისტრიბუტორად მუშაობდა. არიან ადამიანები მის გახსნის დღიდან და კიდევ უფრო მანამდეც მუშაობდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ კომპანიასთან ერთად და ოჯახის წევრები არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ გარეშე ახლა ეს კომპანია, ეს ადრესი, რასაც ამბობ, რომ გონია რომ სულ არის, მაგათი დამსახურებაა და ჩვენ იქ სადღაც მივყავართ. ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფილმი ჯულია რობერტსის და ჰიუ გრანტის მონაწილეობით. ნამდვილად შეუძლებელია Notting Hill-ში მოხვიდე და აი ამ ფილმზე არის საუბრო და არ გაგახსენდეს ეს უსაყვარლესი ფილმი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა Notting Hill-ს კიდევ უფრო მეტი ყურადღება და პოპულარობა მოიტანა. ძალიან ბევრი ტურისტი სწორედ იმ ადგილების სანახავად ჩამოდის, სადაც აი ეს ფილმი იყო გადაღებული. წავიდეთ ერთად ვნახოთ. ვისაც უყვარს აი ეს ფილმი Notting Hill-ი, ემახსოვრებათ ეს პოპულარული ლურჯი კარი. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და აკირებს ფოტოს. რამდენჯერმე გამოსვალეს ეს კარი, როგორც ვიცი. ეხლა ძალიან ცუდად გამოიყურება, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ როგორც ხედავთ, რიგი დგას, რომ ფოტო გადაიღონ. ძალიან მომწონს აქაურობა და მომწონს რომ მრავალფეროვანია. სანდრო, შენთვის რა არის განსაკუთრებული ამ ქალაქისეთი, რაც შესაძლებლობები მე ასე ვიტყოდი. ყველაზე მაგარი, ანუ ალბათ ამერიკის მერე ეს ქვეყანა და კერძოდ ეს ლონდ ქალაქი ჩემთვის არის ყველაზე კაი. ჩემი აზრით. ხალხი რა თქმა უნდა ძალიან ის არის, ძალიან თბილი არის, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები თვითონ შეიძლება არ არიან ძალიან თბილი, მაგრამ ლონდონის იქ დავიყვარი მე მივხვდით, რომ ინგლისელები ხაჭაპური მინდა და ჩახოხბილი, კარგი სწორი აქცენტით დავალაპარაკეთ და ჩემ მეგობრებს მაგას ვეუბნები და. რა მაგარია. ეგ ეს არის ხოლმე, თან ჩვენ ხანდახან არის, რომ აი გვერდზე ვზივართ რაღაცას, მაგალითად მუშაობთ იქ ანტრეში და ორი რაღაც კაცი ან ქალი მოვა და ერთმანეთს რო უხსნიან, რომ აი რა არის, ეს არის ხაჭაპური და აი ჯორჯიან რაღაც pie, cheese pie, როგორ თავისი სიტყვებით როგორ უხსნიან და ერთმანეთში ისე ძალიან თითქოს აი თვითონაც ქართველია და იცის ხაჭაპურზე არის გაზრდილი და რა მაგარი შეგრძნება. სიამაყის მასაც ვტოვებ ჩვენში რომ თქვენი დამსახურებაც არის ეს. კი, ხო, პატარა დამსახურება ჩვენს რაღაც ლოგოსთან ერთად ეს რაღაც მთავარი რაც არის შევცვალეთ და დავაწერთ თბილისი ბეიქერი და ზოგი ვინც არ იცის რომ ანტრე არის პირველად იმახსოვრებს თავიდან ეს თბილისი ბეიქერი რაც ძალიან დიდი მესიჯია ეს რომ საქართველოსდან და რომ არაერიო ჯორჯიან არ დავარქვით და დავარქვით თბილისი კონკრეტულად და ბევრმა იცის თან ჩვენ ხა ისეთ ადგილებში გვაქვს ეს კაფეები რომ დიდ შესაძლებლობას გვაძლევს რომ ისეთ ხალხთან მივიტანოთ ეს ქართული მესიჯები რომ ბევრად მეტ ადამიანმა გაიგოს და ეგ ძალიან სასიამოვნოა. აი ახლა მე ვარ ცნობილი წიგნების მაღაზიის წინ. ეს მაღაზია ყოველთვის ძალიან საინტერესო და კარგი მაღაზია იყო, მაგრამ ფილმის გამოსვლის შემდეგ 1999 წელს გახდა სუპერ პოპულარული. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ფილმში, ეს წიგნების მაღაზია ფილმში მხოლოდ გარედან არის. შიგნით არ გადაუღიათ. როგორც ვიცი, შიგნით პავილიონში გადაიღეს შიგნით აკადრები, მაგრამ შევიდეთ და ჩვენც დავათვალიერებ. დიდი რიგი არ არის, ძალიან მალე გადის.
სწრაფად, მაგრამ აწერია რომ შეგიძლიათ გადაიღოთ შიგნით, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნაა ტურისტების რომ შიგნით გადაიღოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვარსკვლავებიო და ძალიან გთხოვთ ჩვენ ნუ გადაგვიღებთ კადრშიო. ისეთი პატაწინა მაღაზია რთულია რომ ორ ადამიანმა ერთმანეთს აუაროს გვერდი, მაგრამ ინტერესი არ წდება. ბევრი ხალხი იმედის რომ უბრალოდ შემოიხედოს და შეიგრძნოს ის გარემო, რომელიც საყვარელ ფილმში ხდებოდა. ეს არის კედელი, სადაც ადამიანებმა თავისი სასიყვარულო თბილი წერილები დაუწერეს ამ მაღაზიას. როგორ უყვართ ეს მაღაზია, როგორი სითბოთი მოიხსენიებენ და ძალიან ბევრი ესეთი წერილია, რომლებიც ფულზეა დაწერილი, რადგან ფურცელი იშვიათად გავს და ფულზე მიწერილი თბილი და ემოციური წერილები. რა მაგარია, რომ ესეთი დიდი სითბო და სიყვარული დაიმსახურა ამ მაღაზიამ. პატარა წიგნების მაღაზია. მოდი მითხარით სამი სიტყვა, რითიც დაახასიათებდით ქართულ ხალხს. ქართულ ხალხს. რთული, ერთგული. ერთგულით მოდაგეწყო მე უკვე. ნუ აი თან აი hospitality რასაც ქვია იმ აქტორებს ხო, აი მაგას ვამბობდი მეც, ხო, ძალიან. რაც აი მაგას ვამბობ დავინახეთ კიდევ ერთხელ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლისთვის ეგ და რა ხელმისაწვდომობას ანიჭებს, რატო უნდა მოვიდეს შენთან და არა მაგალითად გვერდზე კაფეში, იმიტომ რომ აი ეს ქართველებმა რაც ვიცით, მათ შორის ჩვენც, რომ აი როგორ დავხვდეთ სტუმარს და როგორ ბოლომდე მთელი გულით მოვემსახუროთ, გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ და გავუშვათ ძალიან კმაყოფილები, რომ კიდევ დაბრუნდნენ. საქართველოს არის ჩემთვის სამშობლო, უმოც ეს სამშობლო უბრალოდ სიტყვის დახასიათებას არ გულისხმობ რა, ანუ ეს სამშობლო არის ისეთი რამე, რაც გიყვარს, რის გარეშეც არ შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეიძლება რომ მოგიწიოს, ან როგორც მე მაგალითად მომიწია, რომ წამოსულიყავი. მაგრამ ნუ ძალიან დიდი სიყვარული არის ეს სამშობლო, რავი, და აი დედასთან ასოცირდება უფრო სამშობლო რა და ანუ დედა ალბათ აი ოჯახი, სამშობლო და სიყვარული არის ჩემთვის საქართველო რა. ძალიან ხშირად ჩავდივარ და ძალიან უფრო ხშირად ვცდილობ რომ ჩავიდე რა, მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ აი საერთოდ გარემო არის ესეთი ახლობლური, რომ აი ვერსადმე ვერ ვიპოვე და რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ღვთისმწყალობით ნამყოფი და აი ხვდები პროსტა რამდენად განსხვავდება აი რო ჩადგავ იქ ფეხს და ვაფშე აი რა ხდება და როგორი ცნობა არის ვიდრე იმას და რაც უფრო დიდი ხანი არ ხარ პროსტა ეგ უფრო ისაა აქ რა ქვია ბენეფიტები რომ კიდე უფრო აი ეს გრძნობები უფრო ჩქებს შენში როცა ჩადიხარ და აი მართლა აი რო გადიხარ აეროპორტიდან სულ აი რაღაც ისეთი მომაკრო აი მოვედი სახში რა და აქამდე სად იყავი 10 წელი ცხოვრობ მაშინ მაგრამ ნუ არა რა ეს რაღაცა სახლია ჩემთვის მოდი ოჯახი რადგან ახსენე მითხარი შენი მშობლები მკაცრი იყო, ვთქვათ, მამა? ანუ ორივე მკაცრი, მაგრამ ანუ ძალიან გამგები ხალხი იყო და ჩემი აზრით მეც ანუ ნუ საქართველოში ძალიან მარტივია რომ რაღაც რელსებს გადაეშვა იქიდან აქეთ და ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზუსტად აი ძალიან სწორი ხაზი რაც ჩემი აზრით აი მშობლები მაგისთვის უნდა ყველამ დააფასოს ის არის რომ ანუ ძალიან სწორი ხაზი ეჭირა. აი როდესაც გადავიდოდი ძალიან მაგალითად ცუდ რაღაცას ვაკეთებდი ანუ მალევე მაბრუნებდნენ, როდესაც ზედმეტად რაღაცა ან იმაზე ვიყავი ორიენტირებული, ან მაგალითად ძალიან აი რავი რა, კარგზე როგორ ვთქვა, როგორ შეიძლება ზედმეტად კარგზე, მაგრამ ანუ აი თუ ზედმეტად სახში ვიყავი და ან რაღაცა ძალიან იშვიათად იყო რაღაცეები, მაგრამ ანუ ის იყო რომ ვიბიზდებდნენ აი როგორც ნუცას მაგალითად რომ გადიგარეთ, ანუ მეგობრები ნახე, ანუ ორივეს გვაჩვენებდა, არ იყო მარტო სახში ისწავლე, 10-ოსანი იყავი თორე სახლიდან არ გაგიშვება, არასდროს არ იყო რა. და ანუ ცხვირს, ანუ მამა ჩემი სულ ესეთი იყო, რომ ცხვირს თუ წაიტეხა, უნდა წაიტეხო შენით და მე შენით უნდა ისწავლო შემდეგზე როგორ წაიტეხო და დედა ჩემი დედა ჩემი ყო ჩემთვის ყველაფერი არის და კიდევ უფრო მეტი და ანუ თან კაცსურო მთელი ბავშვობა რავი გაველახე ალბათ და რაღაც ცხოვრებაში ხელი არა უწევია
ერთი-ორი მომენტის გარდა. ეს ამოჭერდა მოკკლავს ეხლა. აია. ჩვენ რა ქვია. ჩვენ სხვადასხვანაირი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლები ყავს, იმიტომ რომ მიუხედავად რომ ერთი და იგივე არანაირი პრობლემა არ მქონია. არც რეალსებიდან დიდად გადახოვეს შემთხვევები არ იყო, იმიტომ რომ ხო მე სულ ყველგან მიშვებდნენ, ეგ არც იყო არც ჩემზე და არც სანდროზე, მაგრამ მე პირიქით ძალიან ზედმეტად წესიერი, ამიტომ არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია, არც ერთთან და არც მეორეს. სანდროს სხვა ის იყო და ჩემი სხუმრობს ხოლმე, რომ განსხვავდება და კი, სკოლაშიო ნუცასთან რომ მივდიოდიო კრებაზეო, იქიდან გამოდიოდი, თავად წეული გამოდიოდიო და სანდროზე ჩათავჭახრილი. მაგრამ მე სხვათა შორის სანდრომ ძალიან ხო ესეთი დიდი მოხევა გააკეთა და მთლიანად სხვა ადამიანი გახდა რაღაც პერიოდის მერე, ნუ ეს ბავშვური რაღაც აქტიური მაიმუნობები უფრო სანდროს ის იყო, მე ძალიან ესეთი დამჯარი თავიდანვე დიდი ვიყავი. ერთი ისეთი ფრაზა, რომელმაც რაღაცა შეგიცვალა აზროვნება, ან ყოველთვის გახსენდება, რომ აი ეს დედამ და მასწავლა, ან მამამ მითხრა ესეთი რჩევა. რჩევა არის ალბათ ის, რომ ხო ეს დააფასო, იცხოვრო, შეეცადო რომ იცხოვრო დღევანდელი დღით. ძალიან ბევრი უნდა იშრომო, ეს არის სულ რაღაც ყოველდღიურ დღემდე გრძელდება ეს და ეს არის კიდევ რაღაც არ უნდა ინერვიულო, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია და ეს რაღაც მუხტი და ენერგია, რომ აი არსადმე არ ჩაეშვა და ის უნდა ადგე, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შეგიძლია რომ ადგე, სანამ ცოცხალი ხარ და სანამ შეგიძლია, მანამდე არ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ამას მე მგონი ძალიან ისე თავისი გზით გვაჩვენებენ უფრო და ჩვენ ვცდილობთ რომ წავყვეთ. გახსოვს შენ სანდრო რამე თუ რავი, ორივესგან საკმაოდ ბევრი რაღაც მახსოვს ახლა, მაგალითად ბავშვობაში მამა ჩემის საუკეთესო ისტორია იყო იმაზე, რა ქვია, ფერმერი რო იძახის რომ გლები მოვიდნენ, ერთხელ იტყვის, მეორეჯერ იტყვის და გამოვა მთელი სოფლიო დაეხმაროს და ბოლოს რო იტყვის და მართლა მოვიდნენ და არავინ არ დაუჯერებს და შეჭამენ, ნუ ეგ ტყუილზე მასწავლო. მაგალითად და ანუ აი ჩემთვის ის არის რომ რაც არ უნდა საშინელი რაღაცა გავაკეთო, პირდაპირ მივიდი, აი დედაჩემ საზიზღრობები რომ იქნია ცუდი რაღაც, აი სიგარეტი მომიწევია პატარა შეყოვი პირდაპირ მივსვა და მithქია რომ იცოდე მე სიგარეტი მოვწიე. კი იყო ეს დასჯა და ყველაფერი, მაგრამ ანუ მე რჩივნა რომ აი მართალი ყოფილიყავი, რადგან აი ეს ჩადებული იყო ჩემში, ვიდრე რამე მომეტყვა და დღემდე ესე ვარ რა, ჩემი სიმართლე თუ მიმიღებს ვინმე მიმიღოს, აი ბიზნესში იქნება თუ პირად ურთიერთობებში, მეგობრულში როგორც და ასე შემდეგ სხვა, სულ ეგრე ვარ. და რავი, კიდე ნუ უკვე ცოტა ამ ასაკში, რაც უკვე ბიზნეს კარიერად შევხედე, ამა ჩემისგან კიდე მახსოვს რომ გამძლეობა, ანუ ეს თამაში არის გამძლეობა რა, როგორც აი ფეხბურთზე მაგალითად, როგორც ჩვენ კვარაცხელია მაგალითად გაუძლო ყველაფერს და გადალახა გამარჯობა კვარაცხელია, ყოიჩა, გვიყვარხარ. და ეს არის რა ქვია, ანუ აი ზუსტად იგივე არის რა ამ იმაში ბიზნესში და ცხოვრებაში, ანუ ყველაფერი ანუ გაუძლო და რო გაუძლებ 100-ჯერ თუ 200-ჯერ მე გადალახა აუცილებლად. და დედასგან დედაჩემი უფრო აი ალბათ ადამიანურ საკითხებთან უფრო ასოცირდება ჩემთვის და არის ის რომ ერთგულება მეგობრებთან, ოჯახთან და ყველასთან საერთოდ და ის რომ ანუ ადამიანების იმის მიუხედავად რომ ადამიანები შეიძლება რაღაცა გაწყენინონ, რაღაცა არასოდეს რადიკალური არ უნდა იყო და ყოველთვის უნდა შეეცადო რომ გაიგო იმათი. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველას თავი უნდა დაუხარო, მაგრამ ერთგული უნდა იყოს და გიყვარდეს და უნდა აპატიო, პატიები შეგძემა რა, როგორც ეს ალბათ უფრო დედაჩემისგან რა. როგორც ხედავთ, არის უამრავი პატარა მაღაზიები, უამრავი ხალხი, რომლებიც ირევიან და ეძებენ რაღაცა ახალს და საინტერესოს. პორტობელო სინამდვილეში პანამის ქალაქ პუერტობელოდან მოდის. 1739 წელს ბრიტანელებმა ეს ესპანური სავაჭრო პორტი დაიპყრეს და გამარჯვების პატივსაცემად ლონდონის ამ გზას პორტობელო დაარქვეს. დღეს ბაზარი ანტიკვარული ნივთებითაა ცნობილი. მაგრამ 1920-იან წლებამდე ჩვეულებრივი ქუჩა იყო. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ერთ დღეს პატარა ანტიკვარული მაღაზია გაიხსნა და ეს გახდა მიზეზი, რომ ქუჩა მსოფლიოში ყველაზე დიდ ანტიკვარიატის და ვინტაჟური მაღაზიების ცენტრად გადაქცეულიყო. ამბობენ, რომ ზოგჯერ აქ ნამდვილ საგანძურსაც პოულობენ. მოკლედ, ძველ ნივთებში თუ გიყვართ ზრომიელი, შეიძლება მართლაც ძალიან ძვირფასი ნივთი აღმოაჩინოთ.
Yeah, it's the most multicultural part of London and probably the UK and probably the world. Everybody lives around here in Portobello Road with all different cultures, all different religions. We're a melting pot. You can't even find that in other parts of London, but there's something really about that. Yeah, it's very exclusive. It very is. The energy you have around Portobello, you don't get anywhere else in London. And you know what? You have the richest people live in Kensington and Chelsea, but also North Kensington is very poor. Yeah. So that you can have the market boys with the mega rich, and they all sort of mix, which is very unusual. Yeah. And that's why we love it. And that's why this energy is really unique. Definitely. It is unique. And it it's really very, is. Maybe now there's more sort of like wealthy people, bankers and stuff, but you still get a lot of like musicians, artists, creative very people. creative people. There's a lot of like film studios or music studios. Like on the Portobello, you get a lot of galleries. Yeah, and you can feel this atmosphere and energy. არხის გენერალური სპონსორია არქი. არქი ჰორაიზონი. ეს არის პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში. დედაქალაქის ისტორიულ უბანში, საიდანაც უნიკალური ხედები იშლება მთელ თბილისზე. პროექტი ართიანებს საცხოვრებელ შენობებს, გარე აუზს, ფიტნეს დარბაზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, საბავშვო სივრცეს და სამეზობლო ლაუნჯს. გიფიქრია რომ აი არ გინდა, აღარ გინდა, დაიღალე? კი, არა. თულ მომენტებში წავედი, კარგ მომენტებში მოვედი, ხო? არა, აი მაგას ვფიქრობ ხოლმე ხშირად, სხვათა შორის, რომ აი ძალიან რთული დღე როცა არის და ბევრი პრობლემა უყურთ და სერიოზული და აი რო აღარ შეგიძლია უბრალოდ მე ვარ ხომ აი საღამოს რომ მივდრო, всё, აი მორჩა, всё, აი ვიძახ და მე მეორე დღეს დილას ეგრევე ვიღვიძებ თავისით, ანუ აღარც არის ის, რომ ვიცი რომ გადამივლის ეს ის და თან რაღაც ვერ გამიძლებს ახლა გული როგორ შეიძლება იქ რომ ეს რაღაცები რაც მე სუსუ თავიდან ხარ მაგას ვამბობდი რემონტიდან დაწყებული ამაში ხარ ლონდონს გულისხმობ ჩართული ვიყავი ყველაფერში მთელი ჩემი ყველაფერი დევს შიგნით და ესე რომ ხა ხვალ აღარ მოვალ და რაც გინათ ისქენით არ გამომივა, იმიტომ რომ ვერ გავუძლებ ვიცი ზუსტად. ამიტომ ვიძინებ ხოლმე ამ ჩემი რაღაცა წუწუნით, სანდროს ვეწუწუნებ, რომ всё, მე მორჩა, წავედი, აღარ შემილია, შენ გააკეთე. მე ვარ დღეს ვიღისებ, მე აბა ეხლა რა ხდება, სად არის, დაგვაკლდა მწვანილი, იწყება ისე. მაგრამ მართლა ჩემ მეგობრები წამცინიან, რომ სადმე რომ მივდივართ ხოლმე დასასვენებლად, მე დილას ვიღვიძებ, რომ 9 საათამდე მოვასწრო, რომ რაღაც კინძი და კარტოფილი და რაღაცები შეუკვეთა და შეუკვეთე კინძი, აი სულ მაგას დამცინიან, მაგრამ სხვათა შორის კი, აი 5 წელია მე უკვეთავ მაგ ყველაფერს და ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენს რამხელა შრომა და ესეთი პატარა წვრილმანებისგან რო იქმნება ეს ყველაფერი და აი წარმატებული ბიზნესის უკან აი ყოველდღიური დილის 7 საათიდან საღამომდე, იმიტომ რომ მე მქონია მომენტი პირველად სანდრიც საგნახე ანტრეში მოვედი მეიფიერზე და ვხედავ ვიღაც ბიჭს, ანუ არ ვიცოდი შენ ვინ იყავი, ვინც უხსნიდა რომ აჭარული ხაჭაპური როგორ უნდა ჭამა ვიღაც უცხოელს, უხსნის დეტალურად რომ აი აჭარული ხაჭაპური არის ეს და ესე და ვიფიქრე რომ არ ვიცი ხა აქ მუშაობს ერთი ქართველი ბიჭი, ანუ ქართველიც არ ვიცოდი, მე გავიგე. და მე გავიცანი სანდრო, ანუ ეგეც ძალიან ყოველდღიური თემაა თქვენი, რომ აი სუ იქ ხართ. რა არის ანტრეს წარმატების აი მთავარი მიზეზი? ხარისხი და მე ან ჯერ გუნდს დავაყენებდი და მე ხარს თვითონ ანტრე იმდენად უკვე ძლიერია. აი კიდე მაგას ვამბობ, რომ ანტრე ჩემთვის ცალკე ლონდონი, ცალკე ბაქო და თბილისი არ არის ერთი დიდი, აი ეს ოჯახი, ძალიან დიდი ოჯახი, ოღონდ უნდა რომ ჯამში უკვე რაღაც, არ ვიცი, 500-600 კაცი მუშაობს, სამივე ქალაქს გულისხმობ. და ეს არის აი ეს გუნდი, აი ჩემთვის არის რომ აი და სხვათა შორის საქართველოში და აქაც განსაკუთრებით აი ეგ ყველა მაგას ამბობს რომ აი მოვდივარ და ერთი და იგივე ადამიანი რომ ხდება, იცის როგორ იყავა, მიყვარს რომელი რძე მიყვარს, რამდენი უნდა ჩაასხა რაღაც, ხო აი ეს არის, ანუ ეს ადამიანები რომლებიც ყოველ დღე მოდიან და სიყვარულით აკეთებენ ამ ყველაფერს თავარი ძალა. ხო გახსოვთ პირველი ადამიანი ვინც იყო თქვენი მომხმარებელი, აი პირველი რა შემოვიდა? კი, არა, ახლა შემიძლია გითხრათ სახელი და გვარი, მაგალითად ფარზან ხან, ესეთი ქალბატონი არის, რომელიც პირველ დღეს შემოვიდა, იყიდა კრუასანი, აი პირველ წამს რო გავიხსენით, და შეგახსენებით არ ვიყავით ჯერ.
იყიდა კრუასანი, გავიდა, იყიდა შამპანიური, მოიტანა და გილოცავთო და აბა თქვენ იცით წარმატებებიო, აი მახსოვს. ჩვენი ძალიან ახლა უკვე მეგობარი არის პირადი ჩემი WhatsApp-ზე მყავს და ყოველ ახალ წელს, ყოველ აქაურ შობაზე ყველს ურეკავთ ერთმანეთს და ულოცავთ. კი, ძალიან კარგი. I've come to Entree Notting Hill, my favourite bakery. You've got to come in. It opened 5 years ago. We've been coming. We're very loyal to it. All the food is fresh. My favourite is croissant and the sourdough. The family is amazing. The cafe is gorgeous. I live around the corner and I am the most loyal customer here. My children and I come here all the time. We love it. ყველაზე მეტად Notting Hill-ში მხიბლავს ის განსაკუთრებული და განსხვავებული ატმოსფერო, რაც არც ერთ სხვა უბანს არ აქვს. მუსიკა, ფერადი სახლები, მაღაზიები, კაფეები, მხიარული ხალხი და თანამედროვე გარემო. აქ ქუჩის მუსიკოსები მთელი დღე უკრავენ და მთელი ბაზარი პატარა ფესტივალს გავს. სანდრო, არ დამაგვიწყდეს ქართული ღვინო ჩამოგიტანეთ საჩუქრად. ან მართლა დავალევა აუცილებლად ხო? ჯერა გიყვარს ქართული ღვინო. კი, ასკანები უყურს. ეს ის სწორად დავარჩიე საჩუქარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ეცა სანდროს ერთი სიტყვით აღწერა რომ შეგეძლოს. გიჟი. არა ნორმალურ. არა ნორმალურ მართლა. გაწონასწორებული. ესეთი განსხვავებულები. კი. რა არის ის პატარა დეტალი, რასაც მეტად აფასებს სანდრო როგორ მართალი ადამიანს აფასებს. ადამიანი რომელიც ხო არ იტყვება და არის ის ვინც არის და პირდაპირ და სიმართლეს ალბათ. სანდროს საყვარელი ადგილი თბილისში. თბილისში ეს თუ ყვების ობიექტს ვამბობ. ძველი ლემარე, რომელიც სტეიკი, რომელიც 100%-იანი არის სასწაული იყო ლემარე დაგვიბრუნეთ შეიძლება. კარგი, რა არის ნუცას საყვარელი კერძი? ზოგადად? სუში. რა არის სანდროს საყვარელი ქართული კერძი? ყვადი არის, გრამე ხორცი. ყვადი იყო, კი, მაგრამ ამ სფეროში რაც დავიწყე მუშაობა, ყველაფერი უნდა გავსილე, ყველაფერი მიყვარს. ხორციანი რა. ბავშვობას რა გახსენებ, რომელი კერძი? ბავშვობას ის რა ქვია პაფლოც კი რუსულად როგორ ხმარობთ ჟარგონად ესე რომ ვთქვა მე მაქვს ტარხუნის ღვეზელი რომელიც ბებია ჩემი ეკეთებს სასწაულს და აქაც გვაქვს სხვათა შორის რა არის ნუცას საყვარელი ფილმი ან სერიალი? ის ფრენცი ნუცა სანდროს უწირია ფილმს ყურებისას? ჰაჩიკოს ვუყურეთ ერთად და იქ ორივე ვიჭერთ და ჩვენ ძახს გიჟით ვეფერებოდით ეგ ისეთი 10 წლისია 10 წლის მერე სად ხედავთ თქვენ თავს? 10 წლის მერე ვხედავთ კიდევ დამატებით რამოდენიმე ქალაქში ანტრეს სავარაუდოდ უფრო იქნება ამერიკა და ინგლისი და აქეთ-იქით სიარულს ვხედავთ ალბათ და იქიდან მერე ჩხუბს ტელეფონით რომ აქ რა ხდება ერთი ძალიან სასიამოვნო დღე გამოვიდა. მიხარია რომ ნუცა და სანდრო უფრო ახლოს გაგაცანით. Notting Hill-ი მოვინახულეთ ერთად, რომელიც ყოველთვის ძალიან ფერადი, ლამაზი და მხიარულია. დიდი მადლობა ანტრეს ჩემი მასპინძლობისთვის და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგანს, რომ მიყურებთ და მგულშემატკივრობთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენს გარეშე ეს მოგზაურობა ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა. მომწერეთ, რომელ ქალაქიდან გინდათ შემდეგი ეპიზოდი, ვის ისტორიის მოსმენა გაგიხარდებოდათ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, წინ ძალიან ბევრი საინტერესო მოგზაურობა, ისტორია და სიურპრიზი გელოდებათ. დროებით!